საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი და შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან. რა გზავნილებით ჩამოვიდა მეზობელი ქვეყნის ლიდერი. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო გაზრდილი საწვავის ფასები და გლობალური პრობლემის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. რა მიზანი აქვს დეზინფორმაციულ კამპანიას? ხალხის ზალა პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს. რა ინიციატივით გამოდის ოპოზიციური პარტია გიყვებით რამდენიმე წუთში. რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო საგამოცდო პროცედურების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია. რა სიახლეებია სტუდენტებისთვის განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში. საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროგრამა გრძელდება. საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა. დეტალები მთავარ გამოშვებაში. მაღალი რანგის შეხვედრები და მხარდამჭერი გზავნილები. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრით დაასრულა. ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა. მანამდე კი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში აუდიენციები შედგა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან. საუბრის მთავარი თემები მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ამ ფონზე რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ერთობლივ პრესკონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალსა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მაღალი რანგის ვიზიტის შესახებ ვრცლად ნუცა კოროშინაძის სიუჟეტში. საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბიზნეს ცენტრში ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისთვის. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვისაც. აღინიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით ახსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისათვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს ეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ამ იდეის ირგვლივ კი ორივე სახელმწიფო ერთიანდება. გლობალურ პოლიტიკურმა ცვლილებებმა უფრო მეტად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. ამ პროცესში კი საქართველო და აზერბაიჯანი დაკავშირებადობის თვალსაზრისით საკვანძო როლს ასრულებენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ორივე ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები არიან. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიულობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ასევე ახალ ინიციატივებს და ჩვენ საჭიროებისამებრ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, მზად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. ჩვენ ასევე შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რასაც ილჰამ ალიევი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. ერთობლივი განცხადებებისას გაჟღერდა მხარდამჭერი გზავნილებიც. ორივე სახელმწიფოს ლიდერი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობას საქართველომ ხელი შეუწყო, რისთვისაც მადლობა მთავრობის მეთაურს გადაუხადა. გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს საქართველოს დინამიურად ვითარდება ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმნით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები თანმიმდევრულად და დინამიურად ვითარდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვევობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩემს ვიზიტამდე. ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში. ზრდა არის შთამბეჭდავის გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობა სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გაუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ ასევე შევქმნით, განვავითარეთ და გავაფართოვეთ სატრანსპორტო დერეფნები, შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა. პირისპირ შეხვედრისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია. ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკო. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევის სახელობის სკვერში თბილისის მერი დახვდა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის. ორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა უკვე წლების განმავლობაში არსებობს და ძალიან
მნიშვნელოვანია თუნდაც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთული მდგომარეობა არის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრშია. გამოცემა ტრენდი წერს, რომ ორი ქვეყანა შუა დერეფანში არა უბრალოდ პარტნიორები, არამედ უცვლელი მოთამაშეები არიან. მსოფლიოში სავაჭრო მარშრუტების გადანაწილებაზე დავები გრძელდება. ამ დროს აზერბაიჯანი და საქართველო აკეთებენ იმას, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობენ. ისინი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას რეალურ შემოსავლად და გავლენად აქცევენ. ეს ქვეყნები უკვე აღარ არიან უბრალოდ პარტნიორები შუა დერეფანში, ისინი ამ მარშრუტის ხერხემლად იქცნენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია. ილჰამ ალიევმა თბილისი უკვე დატოვა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი ლედები მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვივნენ. სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება. თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც უმასპინძლა. სტუმრებმა მუზეუმის მუდმივ მოქმედი ექსპოზიციები დაათვალიერეს, შორის ქვის ხანა საქართველოში, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა. პირველმა ქალბატონებმა ასევე დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე არქეოლოგიური საგანძური, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობებია წარმოდგენილი და ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს. აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აზერხალიჩის წარმოების 5 უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით შალისა და აბრეშუმის ძაფების ხელით არის ნაქსოვი. ორი მუზეუმი მოინახულა, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმი და ასევე ეროვნული მუზეუმი. მადლობა გადავუხადეთ იმ ხალიჩებისთვის, რომელიც ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა და დავახვედრეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ხალიჩებით უკვე ექსპოზიცია მომზადდა. ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით. დეტალურად გქონდა დრო გვესაუბრა სხვადასხვა ტიპის მსგავს პროექტებზე. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო მთელი მსოფლიო საერთო გამოწვევის წინაშე დგას. საწვავის ფასმა საგრძნობლად მოიმატა თითქმის ყველა ქვეყანაში. ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციამ, უფრო კონკრეტულად კი ნავთობის ნაკადების საკვანძო სატრანზიტო წერტილში ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ხანგრძლივმა შეჩერებამ განაპირობა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ნავთობის ფასის ზრდას მსოფლიო მასშტაბით ჯერ კიდევ მარტის ბოლოს პროგნოზირებდა. გამონაკლისი ვერ იქნებოდა ვერც საქართველოს, თუმცა გლობალური გამოწვევების მიუხედავად თემით სპეკულირებს ნაცოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ჯგუფები. დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და გლობალური პრობლემის ხელისუფლებაზე გადაბრალება. დეტალებს საომე გობრონიძე ამბობთ. პარალელური რეალობის შექმნის მორიგი სერია და ციფრებით სპეკულაცია. ურეიტინგო ოპოზიცია ამჯერად ყურადღების მიქცევას მსოფლიოში კონფლიქტების ფონზე გაზრდილი საწვავის ფასის საქართველოს ხელისუფლებაზე გადაბრალებით ცდილობს. ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და ამისკენ გზა არის ბენზინზე აქციზის გაუქმება. ეს ყველაფერი არის პროტესტის უკმაყოფილების საბაბი. ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ასე ისტერიულად ამტკიცებენ, რომ გლობალური გამოწვევა ქართული ოცნების ბრალია და ამავდროულად ალტერნატიულ, თუმცა აბსურდულ გამოსავალზე საუბრობენ. თავადაც კარგად იციან, რომ ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციამ, უფრო კონკრეტულად კი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ და ნავთობის ნაკადების საკვანძო სატრანზიტო წერტილში გადაზიდვების ხანგრძლივმა შეჩერებამ განაპირობა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა თეირანზე ზეწოლა გააძლიერა და ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე დარტყმით დაიმუქრა. შტატების პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ირანის მისამართით გაჟღერებული მუქარის შემდეგ ნავთობის ფასმა ბარელზე $100 მიაღწია. საწვავის ფასმა საგრძნობლად მოიმატა თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაკლისი ვერ იქნებოდა ვერც საქართველოს, თუმცა საკითხი ტრადიციულად სპეკულაციების თემა გახდა ნაცოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფებისთვის. ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდება, ხედავს თუ რა სიტუაცია არის, რამდენად მძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, მეგონი აქ კითხვები არ არსებობს, ხო? და ვიცით რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში საუბრობენ საწვავის უკვე დეფიციტზე და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ფასები განპირობებულია იმ პროცესებთან, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. ფასების ზრდა ეს არის ის სამწუხარო მოვლენა, რომელიც ომის აი ამ ვითარებას და მიმდინარეობას ახლავს თან. აქედან გამომდინარე შეუძლებელია სახელმწიფო მიიღოს ისეთი გაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით და სახალხო თვალსაზრისით სახელმწიფოს ფუნქციონირების და საბიუჯეტო შემოსავლების არსებობის მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენს. ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ფასის საკითხი იყოს დარეგულირებული, მათ შორის შეგახსენებთ საპარლამენტო კომისიის მუშაობას ფასებთან მიმართებით, რომელიც არა მხოლოდ საწვავის, არამედ მედიკამენტების და პროდუქტების ფასებსაც ეხება, ასე რომ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ შემთხვევაში არის ნამდვილად უადგილო. ოპოზიციის ეკონომიკური გათვლები, რომ რეალობასაც დენილია ამის შესახებ დარგის ექსპერტებიც საუბრობენ. ჯერ კიდევ 28 თებერვლიდან გლობალური ნავთობის ბაზრები ირანში კონფლიქტის ესკალაციამ შეარყია. ამ დიდი გამოწვევის ფონზეც კი საქართველოში მაგალითად შტატებთან, კანადასა და ევროკავშირთან შედარებით ფასის ყველაზე დაბალი ზრდა ფიქსირდება. ირანში კონფლიქტის ესკალაციის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინი 30.3%-ით, ხოლო დიზელი 41.2%-ით გაიზარდა. კანადაში ბენზინის ფასმა 25.2%-ით, ხოლო დიზელის ფასმა 36.9%-ით მოიმატა. ევროკავშირში ბენზინი 14%-ით, ხოლო დიზელი 30.2%-ით გაძვირდა. საქართველოში კი ზრდა დაახლოებით 11-დან 23%-მდე მერყეობს. საქართველოს მოგეხსენებათ, იმპორტ-დამოკიდებულია ნავთობპროდუქტებისა და ზოგადად ენერგეტიკული რესურსების გამოყენების მხრივ. და ისეთი მასშტაბური არის ეს იმპორტი, რადგან ჩვენი ეკონომიკა იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილებაც, ბიზნეს მეტი ენერგია სჭირდება. ნავთობპროდუქტების ხაზით მხოლოდ $1 გაძვირების შემთხვევაშიც კი წელზე გადაანგარიშებით, აი 1 ბარელის გაძვირება იწვევს დამატებით $12 მილიონი დამატებით ხარჯებს და რაც ეს კრიზისი დაიწყო აი სპარსეთის ყურეში დაახლოებით $50 გაძვირდა ბრენტის ტიპის ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე. შესაბამისად, როდესაც ერთ მხარეს დგას რეალური ციფრები და მეორე მხარეს ნაცოპოზიციის ცარიელი სპეკულაციები, მათ განცხადებებს არაფრის ფასი აქვს. მართულ გუნდსა და ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ საწვავის ფასზე საუბარი იმ წარუმატებელი დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც ურეიტინგო ოპოზიცია უკვე წლებია საკუთარი პოლიტიკური აქტივობის გაცოცხლებას ცდილობს. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საწვავზე ფასები უკვე რადიკალურად გაიზარდა, ანალოგიური ვითარება არის აზიის განვითარებულ ეკონომიკებში. დიდი ქვეყნები იძულებულები არიან, რომ თავიანთი სტრატეგიული მარაგები გახსნან და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ბენზინის ფასებმა მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ბუნებრივია, რომ ეს მოცემულობა შეეხებოდა საქართველოში საწვავის ბიზნესს და ფასსაც და აქედან გამომდინარე ის, რომ ოპოზიცია ახდენს სპეკულირებას ამ კუთხით და საქართველოს ამ შემთხვევაში აი ამ გლობალურ შექმნილ ვითარებიდან ამოგდებულად უნდა განიხილოთ, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელიც მათგან ყოველდღე ყველანაირ მიმართებაში ყველანაირ საკითხზე გვესმის. სამწუხაროდ არსებობენ ახლა ესეთი ძალები ქვეყანაში საქართველოში, რომლებსაც დღის წესრიგში აქვს ერთადერთი თემა. იყოს უარესი ყველაფერი საქართველოში ვიდრე არის დღეს. და ის რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა და ეს ბუნებრივად იქნება ასახული საქართველოს ბაზარზე, მათთვის ეს მიუღებელია. თუ მოხდებოდა პირიქით რომ დაიწევდა აქ ფასი, ისინი იტყოდნენ რომ კიდევ უფრო მეტჯერ უნდა დაწეულიყო და აქ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არაფერ შუაშია და ასე შემდგომ. ასე რომ მათი ეს ალოგიკური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ისინი უკვე დარჩნენ პოლიტიკური პროცესების მიღმა და ეხლა მათ დღის წესრიგში არის რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის.
მარტის ბოლოს მსოფლიოში ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $100 მიაღწია, რაც 2022 წლის შუა პერიოდის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია მარტის ბოლოს გამოქვეყნებულ პროგნოზში ვარაუდობს, რომ ბრენტის მარკის ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ომამდე ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის შეჩერებული მოპოვება აპრილშივე აღდგება და ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი გაუმჯობესდება, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ირანსა და შტატებს შორის შეთანხმებაზე. ჰორმუზის სრუტის გახსნა თეირანისადმი დონალდ ტრამპის მთავარი მოთხოვნაა. მისი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შტატების პრეზიდენტი ირანის ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით იმუქრება. პარალელურად საერთაშორისო მედია ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის გეგმის შესახებ წერს. გეგმა, რომელიც მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ითვალისწინებს, შესაძლოა ორშაბათიდან ამოქმედდეს. მოლაპარაკებებში ჩართულია პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი. სამშვიდობო პროცესების ფონზე კი კვლავ მძიმე ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ამ დრომდე გრძელდება როგორც თელ-ავივის, ასევე თეირანის შეტევები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა ორივე ქვეყანაში. დეტალებს ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. ამოქმედდება თუ არა ორშაბათს ისლამაბადის შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. როიტერის ინფორმაციით ირანმა და შეერთებულმა შტატებმა საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ გეგმა მიიღეს. ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ პაკისტანის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ ამოქმედდება, რაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და უფრო ფართო შეთანხმების დასასრულებლად 15-20 დღის ვადას ითვალისწინებს. პირისპირ მოლაპარაკებები კი ისლამაბადში გაიმართება. წყაროს ინფორმაციით საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა პაკისტანმა შეიმუშავა და ის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორდონიან მიდგომას მოიცავს. მისივე თქმით, პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი მთელი ღამის განმავლობაში კონტაქტზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიდი ვენსთან, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბას არახჩისთან. ყველა ელემენტი დღეს უნდა შეთანხმდეს, განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ საწყისი შეთანხმება ჩამოყალიბდება ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით, რომელიც პაკისტანის მეშვეობით ელექტრონულად გაფორმდება. პაკისტანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ერთადერთი საკომუნიკაციო არხია. 45-დღიანი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებთან დაკავშირებით მანამდე ინფორმაცია აქსიოსმა გაავრცელა. გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ უახლოეს 48 საათში შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა ეს ომის სერიოზული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკანასკნელი მცდელობაა. აქსიოსის ცნობით, ტრამპმა ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გააგრძელა, რათა შეთანხმების მისაღწევად ბოლო შანსი მიეცა. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არახჩის მიმოწერით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე წინადადება გადასცა, თუმცა თეირანს ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ მეუღია. იმ შემთხვევაში თუ კი თეირანი ვაშინგტონის პირობებს არ დათანხმდება, დონალდ ტრამპი მწვავე რეაგირებით იმუქრება. მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ირანული მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-მა გემმა გაიარა, რაც ომამდე არსებული მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. თეთრი სახლის ლიდერი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებებით ემუქრება, თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება. ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში შტატების პრეზიდენტმა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა. თუ ეს მოხდება, თუ არა და მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, ეს იქნება ხიდების დღე და ეს იქნება ელექტროსადგურების დღე ირანში. ახლო აღმოსავლეთში კი ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ დაასრულეს დარტყმების ტალღა, რომლის სამიზნესაც თეირანში ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედია ასევე იუწყება, რომ თავდასხმას 6 ბავშვი ემსხვერპლა. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს თეირანიც. ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებში 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა კი განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში მათმა საჰაერო თავდაცვამ ირანის თავდასხმა მოიგერია. ხალხის ძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ რეგულაცია ნაჩქარევად არის მიღებული, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც პროდუქციის ფასებზე, ასევე ბიზნესზე. ხალხის ძალა ევროპული პრაქტიკის დანერგვის ინიციატივით გამოდის, რომელიც გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნასა და დეპოზიტიური სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ცნობისთვის მთავრობის დადგენილებით სურსათისთვის განკუთვნილი პლასტიკის გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია რამდენიმე დღის წინ აიკრძალა. დეტალებით სოსო ელისაშვილი.
პლასმასის ჭურჭლის გამოყენების აკრძალვის რისკები, შედეგები ეკონომიკაზე და მომხმარებლისა და ბიზნესის დაზარალების საშიშროება. ხალხის ძალა პლასმასის ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს. პარტიაში განმარტავენ, რომ რეგულაცია საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორზე ნეგატიურად აისახება, კერძოდ მოსალოდნელია პროდუქციის ფასების ზრდა, არჩევანის შემცირება და სამუშაო ადგილის დაკარგვა. შესაბამისად, ეკონომიკური შოკის თავიდან აცილების მიზნით ხალხის ძალის წარმომადგენლები ხელისუფლებას საკითხის სიღრმისეული კვლევის და გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილი იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე ზრდას, პროდუქციის არჩევანის შემცირებას, ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას, სამუშაო ადგილების დაკარგვას. ხალხის ძალა მმართველ პარტიას ალტერნატივის სახით კონკრეტულ გეგმასაც თავაზობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საწყის ეტაპზე ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, დეპოზიტური სისტემა დაინერგოს, ალტერნატიული შეფუთვის განვითარება მოხდეს და საჭიროების შემთხვევაში ბიზნესისთვის სუბსიდიებიც გამოიყოს. საჭიროა რომ შეიქმნას გადამუშავების ინფრასტრუქტურა, ასევე დეპოზიტების შესაძლებლობა გაჩნდეს ქვეყანაში, რაც ევროპაში არის აპრობირებული მეთოდი, ანუ მინისტრის შემთხვევაში მომხმარებელი როდესაც აბარებს მას, ის საფასურს იბრუნებს უკან ისე რომ მას არ გაუძირდება. ბიზნესს ეძლეოდა ადაპტაციისათვის დრო და ზოგ შემთხვევაში სუბსიდირებაც იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან. ასეთი პრაქტიკა გაიარა ევროპულმა ქვეყნებად. შევთავაზობთ მთავრობას, რომ იქნას გადახედილი დადგენილება და მივიღებთ ფართო კონსულტაციებში მონაწილეობას და გვაქვს ჩვენი შეთავაზებებიც, რომელიც განხილვის საგანი შეიძლება იყოს. ეკონომიკის ექსპერტები მთავრობის დადგენილებას ეკოლოგიური კუთხით დადებითად აფასებენ, თუმცა განმარტავენ, რომ საწყის ეტაპზე მეორადი გადამუშავების პროცესის გაძლიერებაა საჭირო, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება ეტაპობრივად ეკონომიკური სუბიექტებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკაში მიიღება, ხელისუფლების მიერ უნდა იყოს ისე, რომ არ დაზიანდეს ეკონომიკური სუბიექტების ინტერესები და მოსახლეობის ინტერესები. ეს ზოგადად საკმაოდ პოზიტიური ტენდენციის მატარებელია, ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობას, მაგრამ აგდგება საკითხი, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამ ფონზე, აი სასტორის ერთფინაზე რო დადოთ ის სარგებელი, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გამოხატავს და მეორე მხარეზე ის ეკონომიკური ზარალი, რაც შეიძლება ბიზნესმა და მოსახლეობამ მიიღოს, აი მათი რო იტყვიან თანასწორობა როგორ არის. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმართულებით, რომ მოხდეს აი მეორადი გადამუშავების პროცესის გაძლიერება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მთავრობას გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისი არგუმენტაცია ჰქონდა. პროცესი კი დროში ისეა გაწერილი, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. რაც შეეხება ხალხის ძალის შეთავაზებას, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა საინტერესოა, თუმცა მის შესახებ საუბარი მთავრობის პოზიციის გაჟღერების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არის დასაბუთებული, ამავდროულად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ხალხის ძალის წინადადება არის საინტერესო, გარკვეულ არგუმენტებზე ისაუბრეს ხალხის ძალის წარმომადგენლება, დავუვადოთ რა გამოხმაურება ექნება, ან ექნება თუ არა ამ საკითხის გამოხმაურება ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია შემდეგ უფრო სრულყოფილად შეგვიძლია ამ საკითხზე საუბარი. მთავრობას აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომ ეტაპობრივად, ოღონდ ისე რომ ბიზნესის მნიშვნელოვანი დაზიანება არ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, პლასმასის სხვადასხვა ჭურჭელის ჩანაცვლება. მაგრამ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ეს საკითხი წყდება ისე, რომ ბიზნესის ინტერესები იყოს ამავდროულად პარალელურად მაქსიმალურად დაცული. აი ეს ამ შუალედში უნდა გავიაროთ. ზოგადად, სადაც შესაძლებელი არის, იქ უკვე შუშის, ასე ვთქვათ, ტარაზე გადავდივართ, სადაც ეს ამ ეტაპზე ეკონომიკურადაც და ბიზნესისთვისაც მიუღებელია, იქ რჩება პლასმასის ბოთლის გამოყენება. სურსათისთვის განკუთვნილი პლასმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციაზე აკრძალვა მიმდინარე წლიდან ძალაშია. საუბარია ჩანგლებზე, დანებზე, კოვზებზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებზე, ასევე სასურსათო კონტეინერებსა და ჭიქებზე. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს პლასმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ეკრძალებათ.
განათლების ახალი რეფორმის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის პირველი რეგისტრაცია დაიწყო აბიტურიენტებს მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ. გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. განსაზღვრულია კვოტირების საკითხიც, რომელიც წელს პირველად შრომის ბაზრის კვლევას დაეფუძნა. რეგისტრაციის პროცესი 11 მაისამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. რეგისტრაცია ძალიან მარტივად გავიარე. სანდრო კვალიაშვილი ერთ-ერთი პირველი აბიტურიენტია, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა. მისი თქმით, პროცესი ძალიან მარტივი იყო და შესაბამისად სასურველი უნივერსიტეტის არჩევა არ გაუჭირდა. არჩევანი სანდრომ სამედიცინო უნივერსიტეტზე შეაჩერა. განათლების ახალი კონცეფციის შედეგად წელს აღნიშნულ ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაზრდილია, რამაც აბიტურიენტის თქმით, მას თავდაჯერებულობა შემატა. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში სანდრო ასევე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვის სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. მე ნახან დიპლომირებულ მედიკოსობაზე ვაბარებ. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ადგილების რაოდენობა გაზარდეს, შესაბამისად უფრო გამიმარტივეს ჩაბარება და მეც უფრო მომიმატა თვითდაჯერებულობა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლა რომ უფასო არის სწავლება, ეს უფრო ინიციატივას აძლევს და მოტივაციას აძლევს ახალ მოზარდებს, მოსწავლეებს, რომ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საგანი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა ელენე კუხტონოვმაც, რომელმაც განათლების ახალი რეფორმის ინოვაცია გამოიყენა და ყოველი შემთხვევისთვის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად პროფესიული სასწავლებელიც მონიშნა. ელენე ამბობს, რომ განათლების ახალი რეფორმა სტუდენტებს მოტივაციასა და საკუთარ მიზნებზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს. რადგან შემოვიდა ახალი რეფორმა, რომ უნდა დავამატოთ პროფესიული სასწავლებლებიც, ყოველი შემთხვევისთვის მე პირადად დავამატე, რაც ვფიქრობ, რომ ახალი თაობისთვის დარებით უკეთესი იქნება, რადგან ვინც ვერ მოხვდება უნივერსიტეტში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ასე თუ ისე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ ძალიან ადვილად. საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. წელს აბიტურიენტებისთვის ორი მნიშვნელოვანი სიახლეა. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულიად აფინანსებს სახელმწიფო. იმ აბიტურიენტებს კი, ვინც სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას ვერ შეძლებენ, თუმცა გამოცდის შედეგებში მინიმალურ ზღვარს გადალახავენ, სწავლის გაგრძელება პროფესიულ სასწავლებლებში შეეძლებათ. ამ შემთხვევაშიც მათ განათლებას სახელმწიფო დააფინანსებს. აბიტურიენტები, რომლებიც გააკეთებენ არჩევანს სახელმწიფო უნივერსიტეტების სასარგებლოდ და შეარჩევენ პროგრამებს, აქ იგულისხმება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში სრულად დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. ასევე ძალიან საინტერესო სიახლეა და მთავარი აბიტურიენტებისთვის ის, რომ მათ წელს საგამონაკლისო სახით საბაკალავრო პროგრამებთან ერთად ასევე აქვთ შესაძლებლობა აარჩიონ მათთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და უკვე განსაზღვრული 21600-მდე ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კვოტირების წესი წელს პირველად შრომის ბაზრის კვლევას დაეყრდნო. პირველად მოხდა, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე. განისაზღვრა 21600-მდე ადგილი 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასო იქნება. და ასევე პირველად ხდება ის, რომ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ექნება შესაძლებლობა აირჩიოს რამდენიმე პროფესიული მიმართულება იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ვერ დააგროვებენ საკმარისქულებს, რომ მოიპოვონ ადგილი უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ კოლეჯში. აბიტურიენტებს 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 11 მაისის 18 საათამდე შეეძლებათ. აღნიშნულ პერიოდამდე კი მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაც ცვლილება შეეძლებათ.
რეკორდული მაჩვენებლების საკონტეინერო გადაზიდვებში და საქართველოს პროგრესი რეგიონულ და გლობალურ ლოჯისტიკაში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა, დადებითი ტენდენცია ფიქსირდება ბათუმის პორტშიც. მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების გზაზე. აქტიურ ფაზაში ახალი სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება. მიმდინარეობს პორტების გაფართოება, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და საგზაო მაგისტრალების გაუმჯობესება. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში სულ უფრო იზრდება. ამას კი ცალსახად ადასტურებს როგორც გასული, ისე მიმდინარე წლის შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებლები. მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობა 188,000-ს გადააჭერბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ ეს შედეგები ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერებმა დაახლოებით 200,000 TEU შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4%-იან მატებას გვაძლევს და აქ ნამდვილად გამოსაყოფია ფოთის საზღვაო ნავსადგური და 2026 წლის პირველ კვარტალში ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აქტიურ ფაზაშია ახალი სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას მიიღოს დიდი ზომის გემები. რეკორდული მაჩვენებლებია ფოთის პორტში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. 5%-იანი ზრდა გვაქვს უკვე 2026 წლის პირველი კვარტლის 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. როგორც კონტეინერების რაოდენობის დამუშავება, ასევე გემების დამუშავების მხრივ. APM ტერმინალში, როდესაც შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, არ იყო ჩვენთან საკონტეინერო ტვირთების დამუშავების გამოცდილება. დაინერგა პირველ რიგში ეს არის თანამედროვე გამოცდილება, საოპერაციო პროცედურები. აქ დაინერგა უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდა უკვე და გადაკვალიფიცირდა ნავსადგურის თანამშრომლები და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მოწინავე ვართ ჩვენს რეგიონში საკონტეინერო ტვირთების დამუშავების კუთხით. ზრდის ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საზღვაო ნავსადგურშიც, სადაც კონტეინერების გადამუშავება 3%-ით არის გაზრდილი. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალისთვის ეს ზრდა 20% გახდათ 2024-თან შედარებით, რაც შეეხება წელს 2026 წლის პირველი კვარტალი 3%-იანი ზრდა გვაქვს. ცალკე უნდა აღვნიშნოთ საბორნე გადაზიდვები შარშან ერთი ფაქტურად გაორმაგდა ჩვენთან საბორნე გადაზიდვები, დაგვემატა ერთი გემჩემოსვლა კვირაში და კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ შემდეგ კვირაში გვემატება ასე ვთქვათ, მესამე გემჩემოსვლა, კვირაში გვექნება 3 გემჩემოსვლა, რაც შეეხება საბორნე გადაზიდვებს. საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში თავს სულ უფრო მკაფიოდ იმკვიდრებს. ამის დასტურია როგორც გასული წლის, ისე მიმდინარე პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2025 წელი ქვეყნისთვის რეკორდული აღმოჩნდა საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით. საკონტეინერო ტვირთბრუნვა 17%-ით გაიზარდა, გენერალური ტვირთების მოცულობა 20%-ით, საბორნე გადაზიდვები კი 31%-ით გაიზარდა. ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა. თბილისის 10-ვე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. მერის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართებით უკვე 3150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული. პროცესი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა 100-მდე განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მარიამ რატიანი გიამბობთ. ძირითადი პრობლემა მომეხსნა და გულზეც მომეშვა.
ლია მინდიაშვილთან ერთად საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად ერთლარად დღეს დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა. პროგრამის ფარგლებში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონის მაცხოვრებლებს ქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გადასცა. დღეს 30 ოჯახს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, გადაეცათ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებული და გადაცემული. მე უერთდები ამ ადამიანების სიხარულს, ულოცავ და პროგრამა გაგრძელდება, მანამ სანამ ყველა არ იქნება დაკმაყოფილებული. აღნიშნული ოჯახები საცხოვრებელი ფართებით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, თუმცა მათ დაკანონებას სხვადასხვა გარემოებათა გამო ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მოუწოდებს თავიანთ რაიონულ გამგეობებს მიმართონ. ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, როდესაც ათეულობით წლები ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში და სხვადასხვა პრობლემების გამო ვერ ახერხებენ ამ სახლების დაკანონებას, ამიტომ მოუწოდებ ყველა ასეთ ადამიანს, რომ მიმართონ საკუთარ რაიონულ გამგეობებს, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ თუ როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროექტში. ნანა კირკიტაძე ერთ-ერთია იმ 30 ოჯახიდან, ვინც დღეიდან მისი მრავალწლიანი საცხოვრებლის კანონიერი მფლობელია. ამ ბინითის 1999 წლიდან მოყოლებული სარგებლობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, გასული 26 წლის განმავლობაში დღემდე მისი მდგომარეობა არასტაბილური იყო. მადლობას მოვიხდი, რომ სახელმწიფო საკუთრებაში ამდენი წლები მართლაც ცხოვრობდით, აი ასე თუ ისე შვიდად თუ ჰაერში გაკიდებული. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გაწეული შრომისთვის, ასეთი ამაგისთვის და აი ასეთი ზრუნვის, რომ ჩვენთვის ბატონმა კახი კალაძემ ისრუნა და 26 წლიანი ცხოვრების შემდეგ საკუთრებაში გადმოგცა ეს ჭერი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მუშაობას განაგრძობს და ფართების დაკანონების მსურველთა კიდევ ასობით განაცხადს განიხილავს. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა კახა კალაძის ინიციატივით 2017 წლიდან ხორციელდება. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამ დროისთვის უკვე 3150-მდე ოჯახს გადაეცა. ეს ყაპასტოვის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.